2014 წლის საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო. ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანების მიხედვით დღეიდან წვევამდელების გადანაწილება ყველა სახის საჯარო შენაერთებში მოხდება. წინასწარი ინფორმაციით ზესტაფონიდან გასული პირველი ნაკადის 40 მონაწილიდან სამედიცინო კომისიის გავლის შემდგომ შერჩეული წვევამდელები შინაგან საქმეთა სამინისტროს არმიაში იმსახურებენ. დაიწყო 2014 წლის საგაზაფხულო გაწვევა. პირველი ნაკადი მიდის 40 წვევამდელი რაოდენობით გამწვევ სამედიცინო კომისიას გაივლიან, ჯამთელები ჩაირიცხებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურში, ვისაც ჯამთელობის მიერ პრეტენზია ექნებათ, ისინი გაიგზავნებიან გამოკვლევას. სავალდებულო სამხედრო სამსახურს ექვემდებარება ყველა საჯარო ასაკის 18-დან 28 წლამდე ახალგაზრდა. ჯარში ყოფნის ვადა ამ ეტაპზე ერთწლიანია. კარგი განწყობით მივდივარ, ძალიან მიხარია რომ მივდივარ ჯარში და დავიცე. უცებ რომ ჯარი სავალდებულოა ყველას და წავიდეს ყველი. კარგი განწყობა გვაქვს, ყველა უნდა მოიაროს ჩემი აზრით ჯარი. კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვისაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება სურს, 2000 ლარიანი მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს და 18 თვის განმავლობაში მასთან უწყებას აღარ მიიტანენ. ძალაში რჩება ასევე ალტერნატიული სამსახურიც. დიდი პოეზია, ღვთაებრივ სიყვარულში დანახული სამყარო, სამყარო რომელიც თავის თავს ვერ იტევს პოეტში და უნებურად სხივდება. კიდევ ერთი გასხივებული ასრთა კრებული ამბორი სიბნელეში, გოჩას ხილაძის ლექსებისა და ესეების ახალი გამოცემის პრეზენტაცია ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. პოეტისთვის ეს უკვე მესამე კრებულია, რომლის გამოცემაზეც დაახლოებით 7 წელი მუშაობდა. ახალ კრებულთან ერთად ხელშეკრებულ საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა მისთვის კიდევ ერთი თარიღი მიელოცა. გოჩას ხილაძე დღეს იუბილარი გახლდათ. დღეს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გვაქვს ზესტაფონში მცხოვრები ნიჭიერი პოეტის გოჩას ხილაძის წიგნის პრეზენტაცია. ეს უკვე არის გოჩას მესამე წიგნი. თავისი მეგობრებისა და თაყვანისმცემლების დახმარებით მოახერხა და გამოსცა ლექსების კრებული. აქ მოთავსებულია ესეებიც და ვახდენთ აქ შეკრებილი საზოგადოება, პოეტები, ზესტაფონით გამოჩენილი ინტელიგენცია, ნიჭიერი ადამიანების ერთი ნაწილი, რომელიც იხილავენ ამ წიგნს და ხდება მისი პრეზენტაცია. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა დღევანდელი დღე, იმიტომ რომ გოჩა გახლავს ბიბლიოთეკის თანამშრომელი. იგი არის როგორც ნიჭიერი პოეტი, ასევე ძალიან ერთგული მეგობარი და ჩვენს გვერდში მყოფი ადამიანი და მე მინდა მიულოცო გოჩას ეს წარმატებები. თანაც ამავე დროს არის დღეს იუბილარი გვყავს ჩვენი გოჩა, მისი დაბადების დღე, ულოცავ ყველაფერს ერთად და ვუსურვებ მას შემდგომ წარმატებებს. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა მოვახსენო ამ ლექსის, რომლის პრეზენტაცია დღეს შედგა, ამ წიგნის, რომლის პრეზენტაცია დღეს შედგა წინა სიტყვების ავტორს, ბატონ რაულ ჩილაჩავას, რომ მან ისე რომ არ იცნობს საერთოდ გოჩას ხილაძეს, პიროვნულად გაიცნო ინტერნეტში და მისი ლექსები წაიკითხა ამ სივრცეში, ვერბალურ სივრცეში, შესანიშნავად ჩამოაყალიბა მისი პოეზიის არსი და მისი პიროვნული თვისებებით ძალიან ნათლად გვიჩვენა ამ წინა სიტყვაობაში და მე დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ბატონ რაულს ამისათვის. და გოჩას ხილაძის პოეზიაზე საუბარი ძალიან დიდი თემა არის და ალბათ კიდევ მრავალი კრიტიკოსი და მრავალი პოეზიის მოყვარული აღნიშნავს ყოველივე ამას და გოჩას ხილაძის სახელი ცნობილი კი არის ის საქართველოში, დიდი ხანია ის იბეჭდება საქართველოში, მაგრამ მას სჭირდება კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია და მას სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა, რაც აი დღევანდელი ეს საღამო არის ამის დასტური. დღევანდელი დღე მართლაც რომ არაჩვეულებრივია, ბატონი გოჩა ეს არის ისეთი პიროვნება, რომ რა ვიცი, მე მგონი გვიამაყება კიდეც ზესტაფონს მისი შემოქმედება და დღეს სრულფასოვანი სახით წარგვიდგენს იგი. მე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო პოეზიაზე, მაგრამ არ მყოფნი სიტყვები ვილაპარაკო ზესტაფონის ასეთ შემოქმედ პიროვნებებზე. მე პირადად მოხარული ვარ, რომ თავად ხდები მისი შემოქმედების წარმომადგენელი და მეც წავიკითხავ მის შემოქმედებიდან რაღაც ნაწილს და დიდი მადლობა პირველ რიგში მას და მე მგონია, რომ ძალიან კმაყოფილი არა, უფრო ბედნიერები დავრჩებით დღევანდელი დღით.
როგორც გოჩა სხილაძე ამბობს, დიდხანს ფიქრობდა იმაზე მოეწყო თუ არა მესამე კრებულის პრეზენტაცია და თავისი ნაზრები იმ ადამიანებამდე მიეტანა, ვინც მის შემოქმედებას არ იცნობს. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ზაფხულში დასტამბული წიგნის პრეზენტაცია 18 თებერვალს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მეგობრების დახმარებით მოეწყო. ბიბლიის წერია ყველაზე დიდი რაც სიბრძნის დასაწყისი ეს არის შიში ღვთისა. საერთოდ შიშით იბადება ბევრი რაღაცეები. გაცნობიერება იმისა სადა ვართ, რა ვართ, ფიქრობთ. ეს არის ერთგვარი თავზარდაცემა ამ ყოფიერებით, რომელშიც ჩვენ ვართ. უმრავლესობა ადამიანებს ეს წამიერად გაუვევლებს და მე თითქოს გადაავიწყდება და ინერციით მინებდებიან, მაგრამ ალბათ პოეტებს და მოაზროვნეებისათვის ეს უფრო რთულადაა საქმე, მათ არ შეუძლიათ დაივიწყონ ის, რომ მუკვდავები არიან, რომ წარმავალები არიან და ამიტომ უწევთ ფიქრი ასეთ საკითხებზე, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ბევრი რაღაცებია ცხოვრებაში კიდევ, რაც თავარია, მაგრამ აი ასე იწყება ყველაფერი. შიშით, სიყვარულით და სიკვდილით. დედამ სისხლიანი სახე მომბანა, მამამ ავსო შემოდგომი დიდი ქვევრები, ნელის კიდეზე კი აფორმებენ ცინათლები, დღეების კიდეს აწკდებიან ჭრელი პეპლები, იბერებიან კვირტები და ყვავილს მატლები, ელოდებიან ვიდედოფალს მისი მხლებლები, უცნაურია ვიცი ახარ მევა კაკუნებ, ყოველ კარსი კი ჩემს გახარ და ქარში ყანახარ.